შეუძლებელის შესაძლებლად ქცევის წელი იქნება ის, რაც არარეალური გვეგონა შეიძლება რომ რეალობად იქცეს. ახალი ჯადოსნური წლის დადგომა პატარ-პატარა თუმცა მნიშვნელოვანი დეტალებით იწყება. ამ ღამეს ყველაფერს სიმბოლური დატვირთვა აქვს. სიმბოლოების საიდუმლო კი სადღესასწაულო სუფრაში, დეკორაციებში, ფერებში და რიტუალებში იმალება. იმისთვის, რომ ახალი წლის პირველივე წუთები მთელი წლის წარმატების საფუძვლად იქცეს, ფენშუის რჩევებს მივყვეთ, რომელიც გვირჩევს, რომ ახალი წლის ღამეს მუქი ფერები გვერდით გადავდოთ და არჩევანი ნათელ ფერებზე გავაკეთოთ. რადგან 2026 წლის მფარველ წითელ ცეცხლოვან ცხენს სიბნელე არ უყვარს, დღესასწაულის დღეებში გარემო მაქსიმალურად განათებული და მშვიდი უნდა იყოს, ხოლო რაც შეეხება საახალწლო სუფრას, ისმეთ სიმარტივეს, ჯანსაღ მსუბუქ საკვებსა და გემოვნების ბალანსს ითხოვს. ოქროსფერი, წითელი, მწვანე, რომელიც უნდა გვეცვას და კარგია, ასევე შეგვიძლია ნარინჯისფერი, ყვითელი, წითელის ნებისმიერი სპექტრი შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. ნაძვის ხაზად შეგვიძლია რომ ანალოგიური მიმართულებით გამოვიყენოთ სათამაშოები და ამ ფერებში იყოს. აქაც არ არის სასურველი მუქი ფერი სათამაშოების ჩამოკიდება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი რაც არის, არ არის სასურველი რომ სათამაშოები იყოს მსხვერპლი. იქიდან გამომდინარე რომ ცხენს უყვარს სიმყარე და საიმედო უნდა იყოს. შვენიან კარგი იქნება თუ ვიშოვით ნალის ფიგურას, შეგვიძლია რომ მაგალითად შემოსასვლელ კარებზე ჩამოვკიდოთ. რაც შეეხება იმას თუ რა არის კარგი სუფრაზე, ძალიან კარგი არის თაფლის დესერტები, ან შეიძლება თუნდაც უბრალოდ თაფლი იყოს. კარგი არის სუფრაზე მანდარინი, პორტოხალი, წითელი ბაშლი და ასევე შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ბროწეული. არ არის სასურველი ხორცეულის გამოყენება, მეტწილად უმჯობესია რომ თავი შევიკავოთ. მეტი პრიორიტეტი უფრო ჯანსაღ პროდუქტებს, ბოსტნეულს, ხილს და მწვანილეულს მივანიჭოთ. ზოგადად ყოველ წელს აქვს თავისი მინერალები, ლალი და ძოწი. მეტ ენერგიას, სიმამაცეს და თავდაჯერებულობას აძლევს ადამიანს, ვისაც ჭირდება ჯანმრთელობის გაძლიერება, ენერგიის აღდგენა. ESP არის ძალიან კარგი მაგ მიმართულებით. ახალი წლის ღამით ჩაფიქრებული სურვილები რომ აგვიხდეს, დეტალებზე უნდა ვკონცენტრირდეთ. იმისთვის რომ ჩვენი ყველა ჩანაფიქრი სისრულეში მოვიდეს, მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული ტექნიკა. და თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, ამას ახლა გაიგებთ. ტექნიკურად არის ფორმულა, მე მზად ვარ, მივიღო რა და დავწეროთ რას ვიღებთ და ამ შემთხვევაში მე ვამბობთ როგორი ფორმით გინდა რომ მიიღო. სრულიად იყოს ერთი კონკრეტული და კონცენტრირებული მთელს წელიწადს. არ ჩავიფიქროთ ის რაც უკვე გვაქვს. მოერიდეთ ჩაფიქრებას კონკრეტულ ადამიანთან პარტნიორული ურთიერთობის, იმიტომ რომ ამ კუთხით თქვენს თავს შეიძლება ასე ვთქვათ აფერხებ. წელს ცხენი მართვის სადავეებს მწვანე გველისგან გადაიბარებს და ყველა ნეგატიურ ენერგიას გაანეიტრალებს. სწორედ ამიტომ წლევანდელი წელი ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს სიკეთესა და ბევრ წარმატებას სპირდება. ყველაზე მეტად მიწისა და ჰაერის ნიშნებს გაუმართლებთ. 2026 წლის ფავორიტად კი ლომი, კირჩხები, სასწორი და ხის რქა სახელდება. ცეცხლის ნიშნებისთვის შემდეგი წელი იქნება ძალიან ჩქარი, სწრაფი, მოელვარე. ჰაერის ნიშნებს რაც შეეხება, განსაკუთრებულად პოზიტიურად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ტყუპებს ჰქონდათ წარმატების ენერგია წინა წლებში და ეხლაც მათთან არის ეს ძალა. სასწორებს უბრუნდებათ თავიანთი სიკეთე, გარკვეულ გამოცდებს გადიოდნენ წლის განმავლობაში და მგონია რომ ჩააბარეს. მერწყულების დამანგრეველი ენერგეტიკა, თავისუფლების განცდა, საფრთხის შეგრძნებები, რაც აი 25 წლის მანძილზე იყო. ეხლა უფრო დაიწევს თავიანთი ცხოვრების სრული დანგრევა და თავიდანაშენება აღარ მოუნდებათ. რაც შეეხება მიწის ნიშნებს, აი აქ მეტად სიმშვიდე გვაქვს, პოზიტიური პერიოდი იქნება 2026 წელი. გადავიდეთ წყლის ნიშნებზე. თევზებმა ამოისუნთქეს, რაც აქამდე ცოტათი პრობლემატურად მოდიოდა, რთულდებოდა. ეხლა უფრო სიმარტივით, სილაღით მოვადა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება კირჩხიბებისთვის, აი აქ სიკეთეები ხდება, ბევრი დაოჯახება, ტრადიციების წამოწევა, განცდების სამაღლება, საფრთხილო პერიოდი აქვთ მორიელებს, ვერძებს, განსაკუთრებით და შუბლსრებს. ეტაპობრივი გადახედვა დაჭირდება ცხოვრების გარკვეულ სიტუაციებს.
თავისუფლება და დამოუკიდებლობა, სითამამე და გამბედაობა, რისკი და სისწრაფე. ვარსკვლავები ცხენის წელში სიკეთის მომტან 12 თვეს გვპირდებიან და გვაიმედებენ, რომ 2026 ცვლილებებისა და განახლების წელიწადი იქნება. კარიერის განვითარებასა და დასახული მიზნების მიღწევას ვინც მოინდომებს ყველა შეძლებს. თუმცა 2026 წელს თავარი ჯადოსნური თვეები და მაგიური ციფრებიც აქვს. ვისაც სურვილი აქვს რომ დაიწყოს ბიზნესი, ეს არის 1 თებერვალი 2026 წლის 27 რიცხვიდან უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ. აპრილის 1 რიცხვიდან მაისის 17 რიცხვამდე აი ამ მონაკვეთში ასე ვეძახით ხოლმე იხსნება კარიბჭა, როდესაც ძალიან ბევრ ადამიანის ცხოვრებაში დალაგდება ურთიერთობები. ასევე შესაძლებელია რომ თქვენს ცხოვრებაში თუ მარტო ხარ შემოვიდეს პიროვნება სექტემბრის 2 რიცხვიდან ოქტომბრის 11 რიცხვამდე. ეს არის კიდევ ისეთი კარმული პერიოდი, როდესაც თქვენს ცხოვრებაში შეიძლება დაგიბრუნდეთ თქვენი ყოფილები, პიროვნებები, რომლებიც არიან დაბადებულები 2-ში, 22-ში, 15-ში, 18-ში, 31-ში, 4 რიცხვში, 7 რიცხვში და 18 რიცხვში, აი ამ ადამიანებს უფრო მეტად ეს ყველაფერი ეხება ვიდრე დანარჩენ ხალხს. და ეს ყველაფერი რომ ისიახდეს როგორც ვარსკვლავებმა ჩაიფიქრეს, ახალი წლის ღამეს რამდენიმე საიდუმლო რიტუალი უნდა შეასრულოთ, რაც ნეგატივის გაშვებაში და სიყვარულისა და ფინანსების მოზიდვაში დაგეხმარებათ. ცხენს არ აქვს ატანა ნეგატიური ემოციების და ენერგიების. სანამ დავიჯდებით სუფრასთან, აიღეთ ფურცელი, აიღეთ კალამი, წარმოიდგინეთ რომ თქვენ წერილს უწერთ უბრალოდ იმ ხალხისთვის, ვინც გაგკინათ გული. შეეცადეთ რომ თქვენს თავში იპოვოთ პატიების ენერგია და ბოლოს ეს ფურცელი დაწვით და ფერფლი უბრალოდ ფანჯრიდან გაუშვით, სანამ მოვა 12 საათი. წესრიგი, შრომის მოყვარეობა და ერთგულება ცხენის მთავარი თვისებებია. ხოდა ის, ვინც ამ წელს კომფორტის ზონიდან გამოვა, სიახლეებს არ შეუშინდება, გარისკავს და ენერგიებს სწორად გამოიყენებს, ნებისმიერი წამოწყება მის სასარგებლოდ დასრულდება.